სალამი, რა ქვია? მე ვარ ნათია, შენ? სასიამოვნო, მე ლექსო ქვია. რა შვები ის ლამას ადგილას მარტო რატო ხარ? შენ ხარ გოგოების ფავორიტი. მე გავიგე ჩემო მეგობარმაც რაღაც რეკლამაში გადაგიღო. რომ რეკლამაში? აი გეოპარკია გადაგიღო რაღაც რეკლამაში. ვსო. კაი ლექსო, ესე იგი დღეს მე და შენ ვართ დეიტზე, მოდის ვალენტინობის დღე და უნდა შეგაფასო გოგოებთან საუბარი როგორ შეგიძლია. მე შენ შემაფასებ. მე გითხარი რომ კაი გვერდზე დამიჯექი, ჩაი მიყიდე. აბა გამეცანი ახლა გოგოს როგორ გაიცნობოდი, ვინც მოგწონს და გინდა რომ რაღაცა შეიძლება პირველ რიგში სანამ გაიცნობი, უნდა დაიჭირო აი კონტაქტი რა ესე რომ თქვა. აი, უნდა მე თქვა და თვალებში არ მიყურებ, საერთოდ თვალები გაგირფის და. ხო და აი თვალები არა. აი კონტაქტი არის მთავარი, იმიტომ რომ აი კონტაქტს თუ ვერ გიჭერს გოგო. ხო. ნუ მიხვდები ხა ძალი თუ არ გიჭერს, მაგრამ თუ ვერ გიჭერს, ანუ რაღაც მოსწონს შენში რა. მაშინ აი კონტაქტი დავიჭერეთ და აი როგორ წაიყვანდი პაემონს. სალამი, რა ქვია? მე ვარ ნათია, შენ? სასიამოვნო, მე ლექსო ქვია. რა შვები ის ლამას ადგილას მარტო რატო ხარ? ესეთ ადგილას ვარ მარტო, იმიტომ რომ მიყვარს სიჩუმე და ხალხს ვემალები ხოლმე. ხალხრაულობა არ გიყვარს, მეც ეგეთი ტიპი ვარ ზუსტად. მართლა? კი, ვერ ვიტან ხალხრაულობას, მირჩევნია სიმშვიდე ჩემ თავთან. ხო, არც მეტყობა, იმიტომ რომ სხვა სამსახური მაქვს, მაგრამ რო არ არის საჭირო ხალხთან საუბარი, სულ მარტო მეშინია ყოფნა. შემდეგს რა აი შემეკითხება? შემდეგ შეეკითხებოდა ისეთ რაღაცას, რომ თუ გინდა მე შენ რომ გავისერნოს წინა ადგილას, ისეთ ადგილას რა. ეგ ცოტა შეიძლება მანიუბრა ჟღერდეს, მაგრამ მაშინ შენ ოკეი, ესე ეხლა როგორ წაიყვანდი აბა საუბარს? გაცნობას. ეხლა უკვე ზედაპირულად გაცნობას მოუშვებოდი და დავიწყებდი ზედაპირულად უკვე შეგიდან გაცნობას. რა ის გაკეთება გიყვარს? ან შენი ჰობი რა არის მაგალითად, ესე გაგიცნობ. და აი ზედაპირული რაღაც საუბრისგან სად ხვდები და როგორ ხვდები რომ ეს შენი ადამიანია და ამასთან ღირს აი ნუ აი ზედაპირული დაკვირვებით ვერ მიხვდები რა იქ შენი ადამიანი არის თუ არა, მაგრამ მაგ ზედაპირული დაკვირვებით მიხვდები იმას რომ შენ მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე დღეს ნახავ თუ არა მაგ ადამიანს რა. როგორი თვისებები უნდა გქონდეს, ან რა აი კონექშენი რა თემებზე ხდება რომ შენ გინდა აი ამასთან გაგრძელება. უნდა მანერვიულოს. ტოქსიკური. არა მანერვიულოს. აი ცოტა გაწვალოს. მაწვალოს ეგეც, კი, ეგეც რაღაც პონჩი მიყვარს, მაგრამ ანუ რას ვამბობ, იცი, ეხა ნერვიულობაზე ის კი არ მეთქო, სადაც უნდა წავიდეს მანერვიულოს, ეგ არა. უბრალოდ მე უნდა ნერვიულობდე მაგასთან ლაპარაკის დროს. აი რა მოეწონა. ხო, აი მაგაზე უნდა ნერვიულობდე. ეგ არის. და კიდე ჩემს გვერდში უნდა იყოს რა. არის მომენტები, როცა შეიძლება გაგიჭირდეს და მაგ მომენტში არ უნდა მიგატოვოს, შენ უნდა ჯეროდეს. და რაღაც დაბკოლება რო იქნება, ერთად უნდა გადალახოთ რა. არ არის ის რომ ეხლა მოდი ეს გაჭირვებაშია და მე ახალგაზრდა ვარ და მოდი სხვას მოძებნი, არა, თუ გიყვარს, ეს უნდა გადალახოთ რა. ხასიათი, აი, შენთვის არის თავი, რომ წნარი იყოს, ან პირიქით რაღაცა წოდნავ ექსტრავერტი, წნარი. შენ როგორი ხარ? მე ძალიან წნარი ვარ. მართლა? ძალიან წნარი და წნარი მუშაობს? კი, ანუ საერთოდ ეჭვიანობა რა შუაში არის, ხა უნდა მეთქვა სხვანაირად. მაგრამ რადგან თქვი ბარემ ეჭვიანი ტიპი ხარ? არა, საერთოდ არა ეჭვიანი ტიპი. ეჭვიანი შენთან არიან? არა. შენთან არ არიან ეჭვიანები? ნახე, ეხლა უნდა თქვა, ჩემთან ეჭვიანი არ უნდა იყოს ადამიანი, იმიტომ რომ მე მაგის საბაბს არ ვაძლევ არავის რა და საერთოდ ყველა ურთიერთობა ჩემი აზრით ყველა რა უმეტესობა ინგრევა ზედმეტი ეჭვიანობის გამო. ანუ ჩემი აზრით ეჭვიანობა არ უნდა იყოს ურთიერთობაში, იმიტომ რომ შენ თუ ეჭვიანი ხარ, ანუ რაღაცა დობის ნაპერწკალი უკვე დაკარგული აქვს. ეხლა გავიაროთ და შენ უნდა მირჩიო როგორი კაცი ჭირდება მე. ადამიანთან რო კომფორტულად ხარ, გინდა არ გინდა, რაც არ უნდა მე წახვიდე 40 წელს რო იყო, მაინც ბავშვდები რა. Exactly, მაგას ვამბობ სულ რომ ცოტა ბავშვურის მე გქონდეთ. ხო და ეს ზემა დასტოინება და რაღაც ჩემი აზრით არ უნდა მოირგო რა, უნდა იყოს ის ვინც ხარ. უნდა იყოს მხიარული რა, შეყვარებოთ, იმიტომ რომ შენი საყვარელი ადამიანი უნდა გააღიმო ყოველთვის რა და დასტოინობით ახლა ვერ გააღიმო. ბოლოს ვისაც მოვწონდი, აი ეგრევე დაიწყო რაღაც გამოკითხვები, რატო ვარ ესეთი და ცოტა დამაკომპლექსა იმაზე როგორიც ვარ. მე ჩემი აზრები მაქვს მაგაზე, მაგრამ ეს მოსულა, აი როცა ვიღაცას ხვდები ქალს, აი რაღაცას რო ხედავ, თუნდაც შენი აზრით დანაკლის. აი მოსულა რაღაც მაგის შეცვლა თუ უნდა მიიღო როგორიც არის და თუ შენც არა. იცი რა არის ჩემთვის ახლა რა არის მთავარი.
მე რო გოგო შემიყვარდეს და კონდეს ნაკლი, ანუ მიყვარდება ისეთი გოგო, რომელსაც აქვს ეგ ნაკლი და ანუ მე მაგ ნაკლიანა მიყვარს და ანუ მაგის გამოსწორებას არასდროს არ ვთხოვ. ანუ ეგ არის ჩემთვის რა. Amen sister. ჩემთვის რომ ყოველთვის შეარჩევდი. ალბათ არა. ამას ფერადია. უეჭველი? ფერადი, არ გიხდება ფერადი? ანუ შენ ჩემთვის ამ ყოველთვის შეარჩევდი. ფერადს ავარჩევდი, იმიტომ რომ სუიღი მაგით. კაი, მოდი ბიჭებს თუ ვინმეს დავაინტერესებ, ნათიას უყვარს თეთრი ვარდები. თეთრი ვარდები. ან თუ ამათი სეზონია, ესენი ვარდი მგონია ძალიან ბანალური და პირველი ყვავილი ოდესმე რაც ბიჭმა მაჩუქა ძალიან პატარა ვიყავი, მომიტანა აი ეს ყვავილები და გაგიჟებული ვიყავი და მე მგონი ბავშვებიდან ეს ყვავილები მიყვარს. საყვარელი არის. მაგრამ ამებს ამირჩევდი. მე მინდვრის ყვავილებს აი აგირჩევდი. ეს მინდვრის როგორია? არ არის ეს მინდვრის? კაი. მადლობა, აბა, გოგოებო თქვენ იცით.